CSKO-ს გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში თუ პარტიული სიის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, საარჩევნო რეგისტრაციიდან პარტია არ მოიხსნება. Აღნიშნული ინიციატივით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გუშინ მიმართა. მან აღნიშნული ინიციატივა ხელისუფლების მიერ ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დაუკავშირა. დილით თამარ ჯვანია აცხადებდა, რომ აღნიშნული არა CSKO-ს, არამედ პარლამენტის კომპეტენცია იყო, თუმცა აღნიშნული ინიციატივა სპეციალური დადგენილებით მხოლოდ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამტკიცდა. თუ კი კონკრეტული კანდიდატები საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხსნიან კანდიდატურას, ეს არ გამოიწვევს ამ კანდიდატის იმ სიაში ყოფნა, სადაც ის ბრძანდებოდა, იმ კონკრეტული საარჩევნო სიის საარჩევნო მარათონიდან მოხსნას. საარჩევნო სია მოიხსნება იმ შემთხვევაში, რა შემთხვევები ჩამოთვლილია ჩვენს დადგენილებაში. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ CSKO-ს ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა მათი თქმით, რომ არა მათ თანაგუნდელებზე ზეწოლა სპეციალური დადგენილების მიღება საჭირო არ იქნებოდა. Მათ უნდა მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ მდგომარეობაში და მთლიანად ეს მდგომარეობა გამოწვეული იყო სწორედ იმ ზეწოლებით, რომელსაც ახორციელებდა ხელისუფლების წარმომადგენლები. შესაბამისად, ჩვენ მივიხსენებთ, რომ თუ არ მოხდება პასუხისმგებლობა საკითხის დაყენება იმ პირებზე, რომელიც კონკრეტულად ზეწოლას ახორციელებდნენ, ეს ინციდენტი ამოწურულად ვერ ჩაითვლება. ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მათი თქმით, სავარაუდო ზეწოლის ფონზე 8 რეგიონის 15 ოლქში 6 ოპოზიციური პარტიის 50-მდე კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა რეგისტრაციიდან მოხსნა. მათივე თქმით, საეჭვოა ის გარემოება, რომ კანდიდატურებს ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხსნიან და მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებენ.